სტიქიების მართვის სფერო ზოგადად არის ერთ-ერთი სფერო, სადაც რომელიც იშვიათად სფერო, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქაღალდზეც კი არ არის სიტუაცია ნორმალურად. ანუ ჩვენ გვაქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც არ განახლებულა უკვე თითქმის 10 წელია, რო აღარაფერი ვთქვათ, ესე იგი ეროვნული საფრთხების კონცეფციაზე, რომ როგორც წესი მასები მისხოლმე ესეთი საკითხები, ბუნებრივი კატასტროფები და ასევე ჩვენ გვაქვს ესე იგი ბოლო 2 წელია მხოლოდ რაც გვაქვს მიღებული კრიზისების მართვის სახელმძღვანელო, იქ არის გაწერილი ესე იგი 3 დონე სტრატეგიული, ოპერაციული და ტაქტიკური, რომელზეც უნდა წარიმართოს ამგვარ კრიზისებზე რეაგირება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალურად არ მუშაობს. და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამუშავდეს ეს კომპანია? მესმის, რომ კეთილი ნება ალბათ, ხო? მაგრამ გვაქვს წარსული გამოცდილება, არც ვიცი სასიამოვნო ტრაგედია იგივე და ბევრი სხვა რამ კიდე და რატომ ვერ გაითვალისწინა ეს ყველაფერი მთავრობა? საერთოდაც აი ეს პრევენციულ ღონისძიებებზე ბევრს საუბრობს მოსახლეობა, ხო? შესაძლებელი იყო თუ არა ამ შემთხვევის თავიდან არიდება და რა უნდა გაეკეთებინა ამისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას? კი ბატონო, პრევენცია ცხადია შესაძლებელი იყო, მით უმეტეს საქმე ეხება თოვლს და ამინდს, რომელიც განსხვავებულია მიწისძვრებისგან და ასეთი ნაკლებად პროგნოზირებადი სტიქიებისგან. შესაბამისად, ცხადია, პრევენცია შეიძლებოდა, მაგრამ პრევენცია ესე არ ხდება. პრევენციას სჭირდება ყოველთვის მუდმივად ჩართული გუნდი, მკვლევართა გუნდი, რომელიც უყურებს პარამეტრებს და საჭიროების შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას, ესე იგი, მაკოორდინებელ და პასუხისმგებელ ორგანოებს. ხო, ჩვენთან კიდევ, როგორც აღნიშნე, რეალურად არ არის გამართული ეს კრიზისების მართვის საკითხი, ასევე კონსტიტუციურად ეს საკითხი მუდმივად შეცვლის და ცვლილების პროცესშია. ეხა პირდაპირ ევალებოდა ეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ამაზე კოორდინირება, მაგრამ აი მაგალითად იგივე ბოლო სხდომა რო ნახოთ, გამართულია დაახლოებით 2 წლის წინ. და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესით სტიქიებია, უცებ ad-hoc ხდება შეკრება პასუხისმგებელი პირების და თქვენ ახსენეთ ასევე ადგილობრივი მთავრობა და მინდა ხაზი გაუსვა, რომ მყისიერი რეაგირების პროცესში უმნიშვნელოვანესი არის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლებების, მმართველი ორგანოების სწრაფი ჩართულობა, მაგრამ ჩვენთან ეს სისტემა არის თავდაპირველად ცენტრალიზებული, არ არის არანაირი ნდობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და არის ყველაფერი დაფუძნებული აი ვერტიკალურ კონტროლზე. და მოქალაქეებზე ვსაუბრობდით, ჩვენი გარცემის საწყისი ნაწილი მთლიანად ამას მიეძღვნა, თუ რა პრობლემები აქვს მოქალაქეებს, მათ შორის ვახსენეთ, ხო, წარსადგენ ტექსტშიც, რომ ისინი აქტიურად აქვეყნებენ წერილებს სოციალურ ქსელებში, საუბრობენ იმაზე, რომ ტექნიკა არ არის საკმარისი, გაუმართავია და ასე შემდეგ და საუბრობენ იმაზეც, რომ არაერთი პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად ისინი ვერ უკავშირდებიან ცხელ ხაზს და არც იციან, ვის უნდა დაუკავშირდნენ და აი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობა შეგვიძლია დავარქვათ, ხო, რაღაცა თვალსაზრისით. არის ვარა ვალდებული მთავრობა, რომ შეუფერხებლად უზრუნველყოს ცხელი ხაზების ფუნქციონირება მათ შორის? რა თქმა უნდა, ამგვარ ვალდებულებაც ხადია არსებობს, მაგრამ ასევე სწორედ როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, ან წინასწარ მომზადებაზე, ყველას უნდა ქონდეს სათანადო ინფორმაცია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ აი გურია არის იგივე მეწყრული ზონა, ხო? ამაზე ცალკე საუბარი შეიძლება, ეხლა ეს თოვლივე დადნება, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. შორის ბევრმა დაიწყო საუბარი სწორედ ამ საშიშროებაზე, ანუ ეს საფრთხე რეალურია? ეს საფრთხე ცხადია რეალურია, ასევე გარემოსდამცველები საუბრობენ ამაზე ძალიან აქტიურად, ის ზონებია კონკრეტულად მონიშნული, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს მეწყრულად და ასე რომ ესე ძალიან საგანგაშო ვითარება. მაშინ რა უნდა მოიმოქმედონ შესაბამის მოუწყებებმა ამის პრევენციად? ცხადია, პირველ რიგში ინფორმირებულობა თვითონ მოსახლეობის და ცხადია, თუ ასეთი ზონები უკვე გამოკვეთილია, ალბათ შესაბამისად ცხადია ადამიანის სოციალური უმთავრესია და უნდა დაიწყოს იმ ადგილების ევაკუაცია, ხო? თუ ელოდებიან, რომ ასეთი მეწყრები შეიძლება გააქტიურდეს. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, აქ კარგად გამოჩნდა, როგორი მოუმზადებელია, მაგალითად ადგილობრივი მოსახლეობა და არანაირი ასე თქვათ წინასწარი ინფორმაციას თუნდაც იგივე ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ აწვდის, ან არ ცდილობს, რომ ადგილზე იყოს მარაგები, იყოს დაქსელილი ამგვარი მარაგები, ხო? იგივე თქვენ რომ ნახოთ, ეხლა დანიის სამეფო, რომელიც დაგვეხმარა ჩვენ აი ამ კრიზისების მართვის სახელმძღვანელოს შემუშავებაში,
აი მათი კრიზისების მართვის ესე ვთქვათ ერთ-ერთი სიტყვაზე ადგილზე მარაგების მითითებები რომ ნახოთ რეკომენდაციები არის მაგალითად ელემენტებზე მომუშავე რადიო სიტყვაზე ხო რომ ადამიანებს შეეძლოთ თუ დენი არ იქნება და შემდეგ ინფორმაციის მიღება მაინც და იმის შეგრძნება რომ ვიღაცა მაინც ცდილობს მათ ევაკუაციას ან გადარჩენას ხო ასე რომ ჩვენთან ყველაფერი სრულად დაქსელვა დეცენტრალიზაცია თუნდაც ადგილობრივი მედიის განვითარება რომ ის რადიო ჩვენ იჭერდეს ადგილობრივ ტალღებს ხო და აქტუალურად ეს ყველაფერი არის უსაფრთხოების საკითხი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ასე რომ ამას სჭირდება დიდი ესე ვთქვათ ხედვა ნება და კოორდინირება და ბოლოს უფრო სიღრმისეულად მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა ანუ აი კრიზისების მართვის ნაწილში განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კი ბატონო, ამაზე ცხადია ძალიან ბევრი იწერება და ძალიან სიღრმისეული კვლევები მიდის განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვართ კლიმატის ცვლილების ეპოქაში და პირდაპირ არის აყვანილი სამხედრო საფრთხეებთან ერთად უკვე კლიმატიდან გამოწვეული საფრთხეები. განსაკუთრებით ამ მხრივ ახლა ძალიან პროგრესული არის სკანდინავია, იგივე დანია, ნორვეგია, შვედეთი და რომ ნახოთ მათი უსაფრთხოების სტრატეგიები, იქ ძალიან დიდი როლი ეთმობა ამ საკითხებს და აქ არის ხაზგასმა სწორედ რომ აუცილებელია აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცოდეს საკუთარი როლი ამგვარი კრიზისების მართვისას. ეს იყოს მომზადებული, ანუ და მაგრამ მთავრობას ევალება ცხადია, რომ ეს ადამიანები მოამზადოს, ხელი შეუწყოს, სკოლები, მაგალითად, ხო, მუნიციპალური სერვისები, დაქსელვა, მარაგები, კერძო ბიზნესი, რაც მთავარია ამ ყველაფერში და უდიდესი გათვალკეთება პრევენციაზე, იმიტომ რომ პრევენცია ყველაზე მარტივია, რომ საფრთხე არ დადგეს, მაგრამ თუ დადგა, იქ უკვე საუბარია მყისიერ რეაგირებაზე. ახლა ინსტიტუციური მოწყობა განსხვავებულია, ყველგან მორგებულია საკუთარ რეალობას, მაგრამ აუცილებელია ყველგან აღნიშნული, რომ დეცენტრალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი. და მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ მიმართულების განვითარებას, მაგრამ ცხადია ერთი დისბალანსი იგრძნობა, რომ ამგვარი კრიზისების, ასე ვთქვათ, მართვა ან პრევენცია უფრო მეტად ეხლა ცხადია განვითარებული ქვეყნები იცნობენ ამაზე მუშაობას და აღიქმება ის, რომ თითქოს ეს ესე ვთქვათ, ღარიბი ქვეყნებისთვის არ არის ესეთი აქტუალური. არადა რეალურად კლიმატისგან გამოწვეული უსაფრთხოების რისკები ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობას ქვეყნებს აზარალებს და ისევე როგორც მე იმ საზოგადოება, ღარიბი საზოგადოების შიგნით ყველაზე ღარიბებს და მოწყვლადებს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მთელი სისტემა არის იმ უთანასწორობების, ხო, ვისაც აქვს მაგალითად წვდომა მე იგივე სიცოცხლის გადარჩენის მექანიზმებს.